ზოგად ნაწილის შემდეგ განვიხილავთ ისეთ პათოლოგიებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამაზე. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევეხებით გულის საგნების ანატომიურ ცვლილებებს, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს წინაგულების დილატაციასა და პარკუჭების ჰიპერტროფიას. ზოგადად, გულის საგნების ანატომიური ცვლილებების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით არის გამოწვეული ესა თუ ის ცვლილება, ისინი ელექტროკარდიოგრამაზე ყოველთვის ერთი და იმავე სპეციფიური მახასიათებლებით გამოირჩევიან. დავიწყოთ წინაგულებით. როგორც ვიცით, წინაგულების აგზნებას ელექტროკარდიოგრამაზე ასახავს პეკბილი, ამიტომაც წინაგულების დილატაციის დროს ცვლილებები სწორედ ამ კბილში უნდა ვეძებოთ. მარჯვენა წინაგულის დილატაციის ელექტროკარდიოგრაფიულ მარკერს წარმოადგენს P პულმონალე და ამ დროს ყურადღებას ვაქცევთ მეორე სტანდარტულსა და V1 განხრებს. გვაქვს ორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი. პირველი, როდესაც მეორე სტანდარტულ განხრაში პეკბილის ამპლიტუდა არის 2.5 მმ-ზე უფრო მეტი და ამ დროს ხედავთ აქ ილუსტრაციაზე ჩანს, რომ პეკბილი ოდნავ წაწვეტებულია და გაზრდილია სიმაღლეში. ან გვაქვს მეორე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი, რომლის დროსაც V1 განხრაში გვაქვს დადებითი პეკბილი, რომლის ამპლიტუდაც არის 1.5 მმ-ზე უფრო მეტი. გადავიდეთ მარცხენა წინაგულზე. მარცხენა წინაგულის დილატაციის ელექტროკარდიოგრაფიულ მარკერს წარმოადგენს P მიტრალე, ერთგვარი გახლეჩილი ორფაზიანი პეკბილი და ამ დროსაც ყურადღება ექცევა მეორე სტანდარტულსა და V1 განხრებს. აქაც ორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი გვაქვს. პირველი, როდესაც მეორე სტანდარტულ განხრაში პეკბილის ხანგრძლივობა არის გაზრდილი და 0.12 წამზე უფრო მეტია, ან გვაქვს მეორე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი, როდესაც V1 განხრაში გვაქვს უარყოფითი პეკბილი და მისი სიღრმე 1 მმ-ზე უფრო მეტადაა მომატებული. აგრეთვე გაზრდილია მისი ხანგრძლივობა და 0.04 წამზე უფრო მეტია. განვიხილოთ პარკუჭები. პარკუჭების შემთხვევაში გვაქვს პარკუჭების კედლების ჰიპერტროფია და მოდი დავიწყოთ მარჯვენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფიის განხილვით. ამ შემთხვევაში ყურადღებას ვაქცევთ V1 განხრას და გვაქვს ორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი. პირველი, როდესაც RS ინდექსი მეტია 1-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ V1 განხრაში ერკბილის ამპლიტუდა უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე S კბილის სიღრმე, ან გვაქვს მეორე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი, რომლის დროსაც V1 განხრაში ერკბილის ამპლიტუდა მეტია 7 მმ-ზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები მიესადაგება მარჯვენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფიას იმ შემთხვევაში, თუ EKG-ზე ამ ცვლილებების გამომწვევ ყველა სხვა მიზეზს გამოვრიცხავთ. ზოგადად მარჯვენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფიის გამომწვევი მიზეზებია მიოკარდიუმის უკანა კედლის ინფარქტი, ჰისისკონის მარჯვენა ფეხის ბლოკი, ვოლფ-პარკინსონ-ვაიტის სინდრომი, აგრეთვე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისგან გამოწვეული უკანა კედლის ჰიპერტროფია და იგივე ცვლილებები შეიძლება მოგვცეს ელექტროდების არასწორმა განლაგებამ გულმკერდზე. გადავიდეთ მარცხენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფიაზე. ამ შემთხვევაში გვაქვს სამი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი. პირველი ეს არის კორნელის კრიტერიუმი, როდესაც ვაფასებთ AVL განხრაში ერკბილის ამპლიტუდას, აგრეთვე V3 განხრაში ვაფასებთ S კბილის სიღრმეს, ვაჯამებთ მიღებულ შედეგებს და თუ მიღებული შედეგები ქალ პაციენტებში არის 20 მმ-ზე უფრო მეტი, ან მამაკაც პაციენტებში 28 მმ-ზე უფრო მეტი, ამ შემთხვევაში გვაქვს მარცხენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფია. გვაქვს აგრეთვე კორნელის გამარტივებული კრიტერიუმი, რომლის დროსაც ვაფასებთ მხოლოდ AVL განხრაში ერკბილის ამპლიტუდას და თუ იგი იქნება 12 მმ-ზე უფრო მეტი, ამ შემთხვევაშიც ვარაუდობთ მარცხენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფიას და მესამე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი ეს არის სოკოლოვ-ლიონის კრიტერიუმი, რომლის დროსაც ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ ვილსონის განხრებს და ვაფასებთ ჯერ V1 განხრაში S კბილის სიღრმეს, აგრეთვე V5 ან V6 განხრაში ვაფასებთ ერკბილის ამპლიტუდას, ვაჯამებთ მიღებულ შედეგებს და თუ მიღებული შედეგი იქნება 35 მმ-ზე უფრო მეტი, ამ შემთხვევაშიც გვაქვს მარცხენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფია. სულ ეს იყო ვიდეო გულის საგნების ანატომიური ცვლილებების შესახებ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.